მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესახებ. რას ნიშნავს, რა იწვევს ტოპ 5 მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ. მოუსვენარი ფეხების სინდრომი არის, რომ ადამიანს არ შეუძლია გააჩეროს ფეხები, ზოგჯერ ხელებიც, მაგრამ უმეტესად ფეხები. და ყველაზე მთავარი ნიშანი არის, რომ მუდმივი ძლიერი სურვილი აქვს, რომ ამოძრავოს ფეხები, რაც მასზე არ არის დამოკიდებული, ეგ არის მთავარი, რომ იმდენად ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ფეხები ამოძრავოს, რომ მასზე არა დამოკიდებული. თუ არ ამოძრავოს, მაგალითად, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება აქვს, ან დისკომფორტი აქვს ფეხებში, ან დაბუჟების შეგრძნება აქვს, ან ქავილის შეგრძნება აქვს. მოკლედ, აი გამუდმებული სურვილი აქვს, რომ ამოძრავოს ფეხები, როცა მოსვენებულ მდგომარეობაშია. მესამე ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის, რომ ეს მდგომარეობა უარესდება ღამე, დღის მეორე ნახევარში ადამიანი გრძნობს, რომ აი ფეხების გამოძრავება მუდმივად უნდა. დამჯდარ მდგომარეობაში ვერ გრძნობს თავს კომფორტულად და უნდა რომ ადგეს და იაროს, ან დაწოლილ მდგომარეობაში არ ეძინება და სულ ფეხები უნდა ამოძრავოს, ან როცა დადის უკეთესად გრძნობს თავს. ეგ მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომ როცა ადამიანი იწყებს სიარულს, თავს გრძნობს უკეთესად. ან ფეხების გამოძრავებას, ან მასაჟს, მოკლედ რაღაცა მოქმედება უნდა შეასრულოს გამუდმებით, რომ თავის შედარებით უკეთესად იგრძნოს.